Махарашвили. Годерти. Так. ფრონტზე შვილის საძებნელად წასული მამის ტრაგიკული ისტორია, ქართველი კაცის პატრიოტიზმი და სამშობლოს ცნება. რეზო ჩხეიძის კინოშედევრად აღიარებული ფილმი „ჯარისკაცის მამა“ უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის. Что нет, слушай? Сейчас есть. А сейчас уже нет, да? კახელი გლეხი, რომელიც ომიდან დაჭრილი შვილის წერილს იღებს, მის მოსანახულებლად ჰოსპიტალში მიემგზავრება. ფილმის სიუჟეტი თავად სცენარის ავტორის, სულიკო ჟღენტის ავტობიოგრაფიის ნაწილია, თუმცა ისტორიას ტრაგიკული დასასრული მხოლოდ ფილმში აქვს. მამა თავად იყო მონაწილე ამ ომის, თვითონ წავიდა, იბრძოდა, ის მოხალისედ წავიდა ომში. ჯერ 16 წლისაც არ იყო, მე მგონი გაიპარა ომში. და შემდეგ დაიჭრა და მის მამშობლებმა, ბაბუამ და ბებიამ ჩააკითხეს ჰოსპიტალში რუსეთის ტერიტორიაზე. რეჟისორმა და სცენარისტმა გიორგი მახარაშვილის სახით ქართველი კაცის პროტოტიპი შექმნეს. ფილმში ბევრი დეტალია, რომელიც ქართველი ერის ნაციონალურ სიბრძნეს გამოხატავს. მაგალითად, სცენა, სადაც რუსი ტანკისტი ვენახს ანადგურებს და ვერაფრით ხვდება, რატომ განიცდის ასე მტკივნეულად კახელი გლეხი ერთი უბრალო ვენახის განადგურებას. Уходи! Отойди! უყურებ შენ? What is shot? Давай! ტანკისტების სცენა რო არის, გახსოვთ? Он Давид Виноград, ესე უნება ვინაგრადი, тоже кушать любит. ესე იგი ჩვენი ყველაფერი ქართული ამბავი გამოვთქვით. თავარი გმირის, სერგო ზაქარიაძის ამაღელვებელი შესრულება დროსთან ერთად არ ხუნდება. პირიქით, სასოწარკვეთილი მამის თავდადება მაყურებელში დღესაც დიდ ემოციას იწვევს. Годерти. შვილო. ფილმის გადაღებიდან 50 წლის შემდეგ საიუბილეო თარიღი და რეჟისორის 88 წლისადმი მიძღვნილი საღამო რუსთაველის თეატრში აღნიშნეს. რეჟისორს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზი, ხელოვნების ქურუმი გადასცა. საღამოზე ჯარისკაცის მამის გადაღების საინტერესო დეტალებიც გაიხსენეს. მე ასეთი საღამო არ მინახია. არა მარტო ჩემს მიმართ, საერთოდ თუ გინდა ჩემი მეგობრების და ჩემი კოლეგების მიმართ. ზუსტად გაანგარიშებული ისტორიულად, სულიერად, პოლიტიკურად. დაახლოებით ვიყავით 12-13 წლის აიხიდან, როცა გოსკიპრომი გადასახდა ძველი კინოსტუდია დიღომში, იმ დღიდან, ანუ მე ისიც კი მახსოვს, როგორ მიდიოდა გახმოვანება ამ ფილმის, ამ ისტორიული ფილმის. 1964 წელს გადაღებული რომანტიულ-ფილოსოფიური ხასიათის ფილმი არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელია. საბჭოთა კლასიკა 2012 წელს ამერიკელი კინემატოგრაფების მიერ მთლიანად გაფერადდა. მსოფლიოს თითქმის ყველა კინოთეატრი მოიარა და კახელი გლეხის თავდადებული, კეთილშობილი გმირი ყველამ შეიყვარა. შენ ხარ